მთელი შემოდგომა ამ საოცარი ორცხობილის გამოცხობამ სურდა, თუმცა ვერაფრით ვერ მოვახერხე. შემდეგ ახალი წელი მომგვადგა თავის კრემიანი ნამცხრობით. ახლა კი ვფიქრობ, სწორედ რომ დროა მზადოთ იტალიური ორცხობილა ამარეტი.აში უნდა მოვათავსოთ ყველა მშრალი ინგრედიენტი. ნუშის ფული, შაქარი, ფორთოხლის ცედრა და შტოშის ჩილი. თუ შტოშის ჩილი ადვილად ვერ იპოვნეთ, შეგიძლიათ შავი ქლიავის ჩილიც გამოიყენოთ. Გარეცხეთ, გააშრეთ და დააკუცმაცეთ. მშრალ ინგრედიენტებს დავამატოთ ფორთოხლის ცედრა, შემდეგ კი დაგვჭირდება კვერცხის ცილისა და თაფლის გათქვეფა მსუბუქ ქაფამდე. აქ მაქვს 2 კვერცხის ცილა. დავამატოთ 2 კოვზი თაფლი და გავთქვიფოთ მსუბუქი ქაფის მიღებამდე. ეს არის ჩვენი გათქვეფილი კვერცხის ცილა და ახლა ეს ორი მასა უნდა გავაერთიანოთ. შევურიოთ ერთმანეთს და კარგად გადავურიოთ ჯოხით, მივიღებთ წებოვან მასას. ხელის გულზე დავიტანოთ, ჯერ დავამრგვალოთ და შემდეგ კი მივცეთ აი ასეთი ფორმა. ამოვავლოთ შაქრის ფხნელში. შემდეგ გადავიტანოთ საცხობ ლანგარზე, გამოვაცხოთ 160 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთი. ძალიან უხდება ნუშის თხლად დაჭრილი ფანტელები, რაშიც უნდა ამოვალოთ ეს ორცხობილა, მაგრამ ლაგოდეხში ნუშის ფანტელი ვერსად ვიშოვნე, ამიტომ მხოლოდ შაქრის ფხნელში ამოვლებას დავჭერდი. ეს არის უბრალოდ საოცრება. მოამზადეთ.